მოსათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, მე პირადად დავიწყებდი დაუშვათ აი მეორე ტალღიდან გამომდინარე, მართალი გითხრათ, მე ამ მეორე ტალღას რეპრესიების, აი ეს ინტენსიური რეპრესიების მეორე ტალღას ველოდი კიდეც და მიკვირდა რატომ არ ხდებოდა ეს აქამდე. იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება ფიქრობ როგორ გითხრათ, მართლა პანიკაშია. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ახალგაზრდები ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა საპროტესტო აქციების და მე იცით ვისურვებდი ეს ჟურნალისტების მისამართით ისეთ გადაცემას, სადაც იქნებოდა ეს აქციების ისტორია, რატომ გამოვიდნენ ჩვენი შვილები გარეთ, რა მოთხოვნა ჰქონდათ, როგორ იბრძოდნენ. შექჩართული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პირადი ისტორიებით. ეხლა გადავალ კიდევ სიტყვა რო არ გამიგრძელდეს, ვეცდები მოკლედ არა, ბრძანეთ გისმენთ, გვაქვს დრო და მინდა რომ გადავალ შემდეგ საკითხზეც, აი ეხლა თქვენ ხედავთ აი ეგ მშობლებს, მართლა თამთას ტკივილი, აი დღევანდელი ელენის სახეს რო უყურებ, მე ძალიან ტკივა პირადად. ერთადერთ შვილს გეფიცებით, მართლა ძალიან ტკივა. იმიტომ რომ ყველა პატიმარი ჩემთვის ერთია. აი თუ მოხდა სასწაული, არაერთხელ თქვი და ჩემი შვილი შეღავათიანი განაჩენით წავიდა ან გამოუშვეს, მე ამას არ მივიღებ, ისევე როგორც ამას არ მიიღებს ჩემი შვილიც. ეხლა მესამე, რაც შეეხება ყველაზე მთავარ პრობლემას ჩემის აზრით. სახელმწიფო სტრუქტურა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის დამოუკიდებელი, პოლიტიკისგან დამოუკიდებელი სასამართლო. უნდა იყოს. უნდა იყოს წესით და კანონით ყველა ქვეყანაში სასამართლო არის დამოუკიდებელი, ყოველგვარი პარტიული და ასე შემდეგ გავლენებისგან. ჩვენთან ეს არ არის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო არ შედგა, არ არის შემდგარი. ეს ამის მიმანიშნებელია. რაც შეეხება კიდევ აღნიშნავდი ჩემს სინანულს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით. ხო, აი ამაზე ცალკე კითხვა მინდოდა მე, მაგრამ შემოვიტანოთ, კი ბატონო, შემოვიტანოთ ეს. მოკლედ ვიტყვი, აი ამასაც ძალიან დროს არ წავართმევ დანარჩენებს. როგორ გითხრათ, იცით, ეს ერთობა, რაც დაუშვათ არის ჩვენში. ეს ერთობა ეროვნული იდეის გარშემო, რაც აქვთ პატიმრებს და აქციის მონაწილეებსაც, ვინც აქტიურად მონაწილეობენ იდეის გარშემო. ეს არის აბსოლუტურად ერთმანეთისთვის უცნობი ხალხი და აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, ასაკით ხასიათით და ასე შემდეგ. მათ ეროვნული იდეის გარშემო მოახდინეს კონსოლიდაცია. რასაც მე ვერ ხედავ პოლიტიკოსებში. გააქვთ თქვენ ეს სურვილი, დაინახოთ მათი ერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიების ერთობაზე მაქვს მე აქ საუბარი. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთი და იგივე კრედო არ ექნება, უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეთანხმებაც არ არის ძალიან რთული, ამისათვის მათ უნდა გადადონ გვერდზე საკუთარი ამბიციები, პირადი სიმპათია თუ ანტიპათია და მოახდინონ, როგორ გითხრათ, ეროვნული აი ამ იდეის ქვეყნისთვის გაერთიანება. შეიძლება არა ყველა საკითხში, მაგრამ ამ ეტაპზე ეს უნდა მოახერხონ. ეს ჩემი სურვილია, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის სურვილი.